მოგესალმებით, ეს 20-ია, მე მაკა ცინცაძე ვარ. გემბლინგი ანუ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ქართულ საზოგადოებას იმდენად დიდ ზიანს აყენებს, რომ ნარკომანიას არაფრით ჩამოუვარდება. ყოველდღიურად რამდენიმე ონლაინ კაზინოში საქართველოს სულ მცირე 200,000 მოქალაქე თამაშობს. იზრდება აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანთა რიცხვი და პარალელურად იმატებს სუიციდის ოჯახების გაღატაკებისა და ნგრევის შემთხვევები. განსაკუთრებით საგანგაშო მასშტაბი მიიღო ამ პროცესში არასრულწლოვანთა ჩართულობამ. რა ზომები უნდა მიიღოს სახელმწიფომ პრობლემის აღმოსაფხრელად. გადაცემის მეორე ნაწილში დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა, ბავშვთა უფლებების სპეციალისტი მერი მაღლაფერიძე და იურისტი 2030-ის წევრი თიკო ნიბლუშვილი. მანამდე კი დღეს აქტუალური თემების მიმოხილვა 2030-ის წევრებთან ერთად. ლარის კურსზე ბიუჯეტს ნეგატიური ზეგავლენა არ მოუხდენია და არც მომავალში მოახდენს. ამ პირობას ფინანსთა მინისტრი დებს, ეკონომიკის სამინისტრო უცხოური ვალუტის მოზიდვაზე აქტიურად მუშაობს. ფინანსთა სამინისტრო კი ბიუჯეტის ოპტიმალურ ხარჯვას გვპირდება, რაც იმის გარანტიებს შექმნის, რომ მთავრობა ლარის სტაბილურობას პრობლემას არ შეუქმნის. რა პირობებს ქმნის მთავრობა ლარის გასამყარებლად და რით უპასუხებს ეროვნული ბანკი ამ ნაბიჯებს? თემაზე 2030-ის წევრი გადაცემის კონსულტანტი ეკონომიკურ საკითხებში ნოდარ ჭიჭინაძე მუშაობდა. ნოდარ, ეკონომიკური ბლოკის მინისტრები ლარის გამყარებისთვის საჭირო ღონისძიებებს ასახელებენ. შეიძლება თუ არა ითქვას, რომ მთავრობა ყველა აუცილებელ ნაბიჯს გადადგამს? მოგესალმებით, შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკის მინისტრის განცხადების შემდგომ, რომელიც უცხოური ვალუტის მოზიდვას ეხებოდა, ფინანსთა მინისტრის პირობა, რომ ლარზე ბიუჯეტის ზეწოლა არ იქნება, არის მეორე უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ლარის გამყარებისთვის. ლარის სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია ორი პირობა. პირველი უცხოური ვალუტის მასის გაზრდა და ასევე ადგილობრივი ვალუტის მასის დაბალანსება. ეს ლარის სტაბილურობის ორი უმნიშვნელოვანესი საყრდენია და იმ შემთხვევაში თუ უცხოური ვალუტის შემოდინება გაიზრდება, დღის წესრიგში დადგება ლარის მასის კონტროლი. ფინანსთა სამინისტროს როლი ამ შემთხვევაში იქნება ის, რომ ბიუჯეტის ხარჯვა წლის განმავლობაში თანაბრად გადანაწილდეს და ლარის კურსზე ბიუჯეტის გავლენა არ შეინიშნებოდეს. თუმცა ეს არც ამ პერიოდამდე შეინიშნებოდა და როგორც გასულ წელს, ისე მიმდინარე წლის პრაქტიკულად უკვე დასრულებულ მესამე კვარტალში ბიუჯეტი შემოსავლების პროპორციულად იხარჯებოდა. ამ პოლიტიკით, რომლის გარანტიასაც ფინანსთა მინისტრი გვაძლევს, ლარის გამყარების კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი პირობა იქნება. მაკა? ნოდარ, კიდევ ნაბიჯების გადადგმა საჭირო დამატებით ლარის გასამყარებლად. ეკონომიკური და მათ შორის ლარის კურსის სტაბილურობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული არა მარტო მთავრობის, არამედ ეროვნული ბანკის ქმედებებზეც. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრების განცხადებები ფაქტობრივად მიანიშნებს იმას, რომ მთავრობა თავის გასაკეთებელს გააკეთებს, ხოლო პასუხისმგებლობის დარჩენილი წილი უკვე ეროვნულ ბანკს დაეკისრება. მთავრობის მიერ დადებული პირობების შესრულების შემთხვევაში ეროვნული ბანკის შესაძლო გადაწყვეტილების შესაძლო ორი სცენარი შეგვიძლია განვიხილოთ. პირველი ეს, რომ ეროვნულმა ბანკმა დაგეგმილი ინფლაციის დონის მისაღწევად შესაძლოა შემოდინებული უცხოური ვალუტა შეისყიდოს და ლარი არ გაამყაროს და მეორე, დაუტოვოს ბაზარს შემოდინებული უცხოური ვალუტა, რის შედეგადაც ლარი გამყარებას დაიწყებს. აკა? ძალიან დიდი მადლობა. პირდაპირ ეთერში ეკონომისტი ნოდარ ჭიჭინაძე საუბრობდა. დღეიდან სმენა დაქვეითებული პირები გადაუდებელი დახმარების ცენტრთან 112-თან დაკავშირებას SMS შეტყობინებით და ვიდეო ზარით შეძლებენ. პროექტი 112 ხედავთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტმა მოამზადა და ახალი სერვისის პრეზენტაციას უშუალოდ ბენეფიციარები ესწრებოდნენ. დეტალებით 2030-ის წევრი მარიამ სეთურიძე ჩაგვერთვება. მარიამ, რა შეღავაც მისცემს სმენა დაქვეითებულებს ახალი მომსახურება? მოგესალმებით, ასეთი სერვისი მსოფლიოს მხოლოდ 3 ქვეყანაში, საფრანგეთში, ჩეხეთსა და მალტაში მოქმედებდა და მათ საქართველოს შეუერთდა. სმენა დაქვეითებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ მოკლე ტექსტური შეტყობინების და ვიდეოზარის საშუალებით დამოუკიდებლად დაუკავშირდნენ 112-ს. მათ შეეძლებათ სასწრაფო სამედიცინო დახმარების, საპატრულო პოლიციის და სახანძრო სამაშველო სამსახურის გამოძახება. შეტყობინებებს მიიღებენ ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორები. ახალი სერვისით სარგებლობისათვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია, სარეგისტრაციო ფორმის შევსება კი შესაძლებელია 112-ის ვებგვერდზე. მაკა? მარიამ, თუ გაქვს ინფორმაცია, რა პროექტები ხორციელდება კიდევ დამატებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის?
დიახ, თბილისის მერიასა და უსინათლოთა კავშირის შორის გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, საჯარო და საზოგადოებრივ დაწესებულებებში გადაადგილებისას უსინათლო პირებს მოემსახურებიან პერსონალური ასისტენტები. საზოგადოებაში მათი ინტეგრირებისათვის დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 400.000 ლარი. გადაადგილების გასამარტივებლად ქვეყნის მასშტაბით იქნება შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ვალდებულება ეკისრებათ როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო დაწესებულებებს. 2015-2017 წლებში განსახორციელებელი პროგრამების მიხედვით მოიწყობა სპეციალიზირებული საგანმანათლებლო და სოციალური მომსახურების დაწესებულებები, მაგრამ მხოლოდ ხელისუფლების ძალისხმევა არ კმარა ამისათვის, რადგან ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ეს ადამიანები ჩვენი საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები არიან. სწორედ ეს არის რეალური ევროპული არჩევანი, სადაც ადამიანი მთავარი ღირებულებაა. ძალიან დიდი მადლობა. პირდაპირ ეთერში მარიამ სეთურიძე საუბრობდა. ეკონომიკის სამინისტრომ კი აგრარულ უნივერსიტეტთან დავა წააგო. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და ეკონომიკის სამინისტროს აგრარულ უნივერსიტეტში განხორციელებული ინვესტიციების აღიარება დაავალა. თემის დეტალებზე ნათია თოიძე ისაუბრებს. ნათია, რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ეკონომიკის სამინისტრო და აგრარული უნივერსიტეტი? თუ კერძო სუბიექტის საჯარო დაწესებულებასთან ან სასამართლო პროცესის მოგება უახლოეს წარსულში წარმოუდგენელი იყო, დროს უკვე ეს რეალობაა. საქმე ეხება კახა ბენდუქიძის აგრარული უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხულ დიდი ოდენობით უძრავ ქონებას, რომელიც სააკაშვილმა პრეზიდენტობის დროს ერთლარად გადასცა უნივერსიტეტის მფლობელებს. პროკურატურა და ეკონომიკის სამინისტრო ეჭობდნენ, რომ უნივერსიტეტის რეორგანიზაციისას მასში შემავალი 14 სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უძრავ-მოძრავი ქონების ღირებულება ხელოვნურად შეამცირეს და შპს აგრომეტის კაპიტალში შეიტანეს. რის შემდეგაც პრივატიზება შემცირებულ ფასად $5 მილიონ განხორციელდა. ამასთან ერთად უნივერსიტეტმა 8 მილიონიანი საინვესტიციო ვალდებულებაც აიღო. შესრულდა თუ არა რეალურად ეს ვალდებულება, ამ თემაზე მხარეები რამდენიმე თვის განმავლობაში დაობდნენ. 2014 წლის ივლისში აგრარულმა უნივერსიტეტმა ეკონომიკის სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, სადაც უნივერსიტეტმა დაამტკიცა, რომ ინვესტიცია სრულად განახორციელა და საპრივატიზაციო პირობით გათვალისწინებული 8 მილიონის ნაცვლად 11 მილიონზე მეტი დახარჯა. მაკა ნათია, საინტერესოა, როგორია ეკონომიკის სამინისტროს პოზიცია, ხომ არ აპირებს კვირიკაშვილის უწყება სასამართლოს გადაწყვეტილების უკვე უმაღლეს ინსტანციაში გასაჩივრებას? არა, არ აპირებს. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განცხადება ეკონომიკის მინისტრმა უკვე გააკეთა. კვირიკაშვილის თქმით, საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით იყო კითხვები და გამოძიება ჩვეულებრივ მიმდინარეობდა. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საინვესტიციო ვალდებულებების შესრულება ამ ეტაპზე ალტერნატიული წყაროებითაც დადასტურებულია, ამიტომ ზემდგომ ინსტანციაში, ანუ უზენაეს სასამართლოში, საქმის გაგრძელების საფუძველი აღარ არსებობს. ხელისუფლებამ სასამართლო პროცესი წააგო ბიზნესის წარმომადგენლებთან, რაც იმას მიანიშნებს, რომ სასამართლო დამოუკიდებელია და ის გადაწყვეტილებებს ხელისუფლების კარნახით აღარ იღებს. მაკა ძალიან დიდი მადლობა. ნათია თოიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. და დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა. საპარლამენტო უმრავლესობამ ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საჩევრით მიმართა. მის შესახებ განცხადება გია ვოლსკიმ გააკეთა. მისი თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ინგა გრიგოლიას განცხადება, რომლის მიხედვითაც მართველი გუნდის დეპუტაცია მას ნაციონალური მოძრაობის აქციის გაშუქება აუკრძალა. თემი ჟურნალისტი და 2030-ის წევრი რამილე ალიევა დაინტერესდა. რამილე, ხელისუფლებამ საჯულად ჟურნალისტები აირჩია. რაც სიახლეა, რას ნიშნავს ეს? მოგესალმებით. ხელისუფლებამ სიმართლის დადგენა მართლაც ჟურნალისტებს მიანდო და ამით პრეცედენტო ნაბიჯი გადადგა. ამ ნაბიჯით საქართველოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სივრცეში ახალი რეალობა შეიქმნა. ხელისუფლებას ადრეც ბევრჯერ დაუდანაშაულებია ჟურნალისტები არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში და ყველას გვახსოვს, რომ ამის საპასუხოდ დადასტურების გარეშეც ხელისუფლება როგორც წესი იყენებდა ძალას და ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი პირველ რიგში ისევ ტელეკომპანია იმედია. განურჩევლად იმისა, ვინ აღმოჩნდება ამ დავაში მართალი, ახლა შეგვიძლია იმის თქმა, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება პოლიტიკოსების მხრიდან, ანუ იმ ადამიანების მხრიდან, რომელთაც ძალის გამოყენებაზე მიუწვდებათ ხელი, ახალ მაღალ სტანდარტებზე გადასვლა მოხდა, რაც აუცილებლად მისასალმებელია. სწორად ასეთი დემოკრატიული ღირებულებების დასამკვიდრებლად იდგა ხალხი ქუჩაში და ამ სტანდარტის გავარცებს საზოგადოებამ არც ერთ ხელისუფლებას აღარ უნდა აპატიოს. უდავოა, რომ უმრავლესობის ეს ნაბიჯი პრეცედენტის ძალას იძენს, რაც იმას გულისხმობს, რომ ხელისუფლება კულუარულად კი არ წყვეტს სადაო საკითხს, არამედ სამოქალაქო ინსტიტუციის გადაწყვეტილებას ენდობა.
რამილე საინტერესოა რამდენად ობიექტური იქნება ჟურნალისტური ეთიკის ქარტი, არ ავუყოთ ჟურნალისტურ სოლიდარობას თუნდაც. ჟურნალისტური სოლიდარობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს ჭეშმარიტება. ჩვენი პროფესია გულისხმობს საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას და ჟურნალისტური სოლიდარობა არ შეიძლება აღმოჩნდეს სწორი ინფორმაციის დამაზარალებელი, როდესაც ხელისუფლების და ჟურნალისტების ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლაზე ვსაუბრობთ. გულისხმობ იმას, რომ თავად ჟურნალისტები გაარჩევენ მათმოყოლეგამ სწორი ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას თუ არა. იმ შემთხვევაშიც კი თუ ხარტია იტყვის, რომ ჩვენი კოლეგის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეეფერებოდა, ცხადია, ეს არ იქნება რაიმე დიდი ტრაგედია და ყველაფერი ცივილიზებული წესით მოგვარდება. მთავარი კი დღეს ის არის, რომ სამუდამოდ ჩაბარდა წარსულს ჟურნალისტების ცემა, დაშანტაჟება და მედია საშუალებაზე რბევა. ეს მთელმა საზოგადოებამ ერთად მოვიპოვეთ და ამას ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ. მეორეს მხრივ ჟურნალისტებთან დავის გარჩევის ისევ ჟურნალისტებისთვის მინდობა შესაძლოა იმის წინაპირობად და საფუძვლად იქცეს, რომ ჟურნალისტებმაც უფრო მეტი პასუხისმგებლობა ვიგრძნოთ. ძალიან დიდი მადლობა. რამილე ალიევა საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ირანმა კი შესაძლოა რეგიონში ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური მოთამაშის სტატუსი დაიბრუნოს. ეს საქართველო-ირანის სავაჭრო ურთიერთობებს ბევრად გააქტიურებს, რაც ქვეყნის განვითარებაზე აისახება. 31 მარტამდე ცნობილი გახდება, გაუქმებენ თუ არა თეირანს საერთაშორისო სანქციებს. თუ ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი, ბრიტანეთი, გერმანია, ჩინეთი და რუსეთი ირანის ბირთვული პროგრამის მშვიდობიან მიზნებში დარწმუნდნენ, ირანთან საბოლოო შეთანხმება შედგება. თემაზე კი აღმოსავლეთ მცოდნე 2030-ის წევრი გიორგი ლობჟანიძე საუბრებს. გიორგი, ირანისთვის სანქციების გაუქმება ან შეჩერება რა გავლენას მოახდენს საინტერესო რეგიონულ და ასევე გლობალურ ეკონომიკურ პროცესებზე? საღამო მშვიდობისა. ირანს უკვე 35 წელია დაწესებული აქვს სხვადასხვა სახის ეკონომიკური და სამხედრო შეზღუდვები. თუმცა 2010 წელს გაეროს მიერ შემოღებულმა სანქციების ფართომასშტაბიანმა პაკეტმა სავაჭრო ურთიერთობები თითქმის სრულად აკრძალა. თუ კი ირანს სანქციები გაუუქმდება, ეს დადებითად აისახება საქართველოსა და ირანის ეკონომიკებზე. სანქციების პირობებში 2014 წელს ირანთან ჩვენმა სავაჭრო ბრუნვამ 150 მილიონ დოლარს გადააჭარბა. თუმცა სანქციების გამო ქართულ-ირანული ურთიერთობები შეზღუდული იყო. ამას ადასტურებს ის, რომ საქართველოში 2013 წელს ირანელი ფიზიკური და იურიდიული პირების 150-მდე ანგარიში გაიყინა. მაშინ თიაწულუკიანმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ირანის მიმართ სანქციების შესრულებას კაცრად აკონტროლებს. საქართველო-ირანის გაერთიანებული სავაჭრო სამრეწველო პალატა დღეისათვის 100-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს. საქართველოსა და ირანს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების გარდა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სანქციების გაუქმებით მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის კიდევ უფრო შემცირებაა მოსალოდნელი. ირანზე მსოფლიო ნავთობის მარაგის 10% მოდის მოგეხსენებათ. რეალიზაციის ბაზრის შეზღუდვის გამო თეირანმა ნავთობის მოპოვება დღეში დაახლოებით 1 მილიონი ბარელით შეამცირა. ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ სანქციების გაუქმების შემთხვევაში მზად არის მოპოვების მოცულობა გაახუთმაგოს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს ევროპულ ქვეყნებთან ნავთობის მიწოდებაზე. ახლახან რუსეთის ფინანსთა მინისტრმაც განაცხადა, რომ უახლოეს წლებში ნაკლებად სავარაუდოა ნავთობის ფასი გაიზარდოს და $60 მიაღწიოს. მაკა ძალიან დიდი მადლობა, გიორგი. დღეს მთავარი თემით უკვე რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით, ასე რომ დაგველოდეთ. მიუსალმები მათ, ვინც ამ დროისთვის შემოგვიერთდა, ეს 2030-ია, მე მაკაცინცაძე ვარ და უკვე გადაცემის ამ ნაწილში აზარტული თამაშების შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოფხრის გზებზე ვიმსჯელებთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით აზარტულ თამაშებში ჩართულია არასრულწლოვანთა 70% იზრდება აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანთა რიცხვი. პარალელურად კი იმატებს სუიციდის, ოჯახების გაღატაკების და ნგრევის შემთხვევები. აზარტულ თამაშებს თუ თამაშობ? რამდენი წლის ხარ? 16. ონლაინ აზარტული თამაშების ვებგვერდზე გამოქვეყნებული წესის მიხედვით თამაში მხოლოდ სრულწლოვან მოქალაქეებს შეუძლიათ, თუმცა ბექა 16 წლის არის. როგორ მოახერხე დარეგისტრირება? იქ წერია, რომ მხოლოდ სრულწლოვნებს შეუძლიათ თამაში. რაღაც პირადობის ნომერს წედი და რეგისტრირდებოდა თავის.
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანების რიცხვი თანდათან იზრდება. იცვლება ადამიანის ცნობიერება და თამაშზე მუდმივი კონცენტრაციით რეალობის აღქმის უნარი იკარგება. ხშირია სუიციდის მცდელობები. წელი გაქცევა რაღაცა სხვა სამყაროში, სადაც თქვა ჩვენ თავს კომფორტულად გზნობ და თქვა ამ რეალობაში ვერ გზნობ თავს ისე კომფორტულად, როგორც იქ. ადამიანი თქვა ისევე ხდება მონა ამ თავისი დამოკიდებულების, როგორც თქვა შეიძლება გახდეს ალკოჰოლის ან ნარკოტიკის მონა. ისე რომ მინდა გითხრათ, რომ შედეგი არის მაქსიმალურად ნეგატიური, მაქსიმალურად. მოქალაქეების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მოზარდებისთვის ონლაინ თამაშები უნდა აიკრძალოს. ჩემი აზრით არასრულწლოვანებისთვის უნდა აიგზავნოს და სრულწლოვანებისთვის უნდა დარჩეს ისე როგორც არის. არასრულწლოვანებისთვის კი. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას ლუდომანია ეწოდება. ლუდომანიას ნარკომანიის კლასიკური გამოვლინებები ახასიათებს. კერძოდ ფიზიკური და ფსიქოლოგიური დამოკიდებულება, რაც აზარტული თამაშების მიმართ ავადმყოფურ ტოლვას განაპირობებს. რა უნდა იღონოს სახელმწიფო პრობლემის მოსაგვარებლად და აღმოსაფხრელად ამ თემაზე დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა, ბავშვთა უფლებების სპეციალისტი მერი მაღლაფერიძე და იურისტი 2030-ის წევრი თიკო ნიბლოშვილი. მოგესალმებით ქალბატონებო და ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ დაგვითმეთ დრო. პირველი შეკითხვა, მერი, შენთან მექნება, კანონი ერთის მხრივ საინტერესოა ის კრძალავს არასრულწლოვანი მოქალაქეების ონლაინ კაზინოებში თამაშს, მეორე მხრივ კი ვხედავთ, რომ ეს კანონი რეალურად არ მუშაობს. როგორ ფიქრობ, რა არის ამის რეალური მიზეზი? იცით რა არის კანონი მეტნაკლებად აწესრიგებს არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისაგან დაცვას, როგორც არის მაგალითად თამბაქოს გაყიდვა არასრულწლოვნებზე ან თუნდაც ალკოგოლის მოხმარება, მაგრამ ინტერნეტი არის ის სივრცე, რომელიც ფაქტიურად არ კონტროლდება საქართველოში და არ კონტროლდება მათ შორის ონლაინ თამაშების მიმართულებით, თუმცა არის კიდევ სხვა ბევრი სფერო, რომელიც ბევრ ქვეყანაში სხვა გამოსვლებიდან გამომდინარე არის კონტროლირებადი იმისთვის, რომ ბავშვები იყვნენ დაცული აი ამ მავნე ზეგავლენისგან, რომელსაც შეუძლია, რომელსაც ინტერნეტი ახდენს მათზე. კი ბატონო. თიკო, როგორია სხვა ქვეყნის პრაქტიკა ინტერნეტ თამაშებთან დაკავშირებით, თუ გაქვს ნაწილობრივი ინფორმაცია მაინც? დიახ, მოგესალმებით. საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ეს პრობლემა დგას, ვინაიდან ინტერნეტ თამაშები ბევრ ქვეყანაში არის მიღებული, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად პოლონეთში, მას შემდეგ რაც მიხვდნენ, რომ ეს იყო უკონტროლო სფერო, საერთოდ აკრძალეს ინტერნეტ თამაშები, ასევე გერმანიაში, სადაც ასევე აკრძალულია ინტერნეტ თამაშები სრულიად. ამერიკის მხოლოდ 2 შტატში არის დაშვებული და ასევე ბელგიაში არის ნაწილობრივ დაშვებული, თუმცა მათ აქვთ ძალიან დიდი გადასახადები და აქედან გამომდინარე ყოველწლიურად იკლებს იმ კომპანიების რიცხვი, რომელიც აი ამ ბიზნესით არის დაკავებული. გარდა ამისა, საქართველოს რეალობაში მე მინდა დავამატო ერთი რამ, რომ კანონი კრძალავს არასრულწლოვანის ჩართულობას ინტერნეტ თამაშებში, თუმცა ერთია, რას კრძალავს კანონი და მეორეა, რამდენად მუშაობს ეს აკრძალვა. რეალურად ჩვენი კანონმდებლობა კრძალავს ინტერნეტ თამაშებში არასრულწლოვანის მონაწილეობას და ჩართულობას, მაგრამ ისინი სხვადასხვა ფორმებით და ხერხებით მაინც ახერხებენ იმას, რომ მიიღონ მონაწილეობა და ჩაერთონ კონკრეტულად ამ თამაშებში და ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც ფატალურად მთავრდება სწორედ ასეთი. კი ბატონო, თიკო, როგორ უნდა მოხდეს ამის რეგულირება და ზოგადად რას მოიტანს თქვათ აზარტული თამაშების სრულად აკრძალვა? ამაზე ცოტა მოგვიანებით, მანამდე ქალბატონო მარინა თქვენთან მაქვს დამატებით შეკითხვა, რამდენად იწვევს საინტერესოა აზარტული თამაშები ახალგაზრდებში მიჩვევას და თქვათ რამდენად შეიძლება ვისაუბროთ ნარკომანიის მსგავსად თამაშ დამოკიდებულობაზე? მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის და ესეთი საინტერესო თემისთვის. ეს თემა ძალიან აქტუალურია დღეს, მართლაც ნარკომანთა რიცხვს გადააჭარბა მოთამაშეთა რიცხვმა. ძალიან ცუდი სტატისტიკა გვაქვს სინამდვილეში დღეს ჩვენ უამრავი სტუდენტი, რომელიც აი თუნდაც გამოდის პოლიტექნიკური უნივერსიტეტიდან, იგი მათი გასართობი არის შევიდნენ, იქ სათამაშო ავტომატები იქნება ეს თუ კაზინო არ არის თითქოს ასაკობრივი აკრძალვა აქაც არის, მაგრამ სინამდვილეში ნებისმიერი ასაკის ადამიანი ახერხებს თამაშს როგორც ქუჩაში და აღარ არის ლაპარაკი უკვე იმ სივრცეზე, რომელზეც თქვენ საუბრობთ. ეს არის დაავადება, ნამდვილად დაავადება და ეს არის ობსესიურ-კომპულსიური რეგისტრის დაავადება, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არის აკვიატებული აზრი და აკვიატებული ქცევა. თუ კი არის პათოლოგიური შემთხვევა, მას მარტო ფსიქოლოგი ვერ შველის, სჭირდება ფსიქიატრის ჩართულობაც და რატომ? იმიტომ რომ აი რო ვთქვათ, გასაგებად მუხრუჭის მექანიზმი თავის ტვინში არის
შესუსტებული. ანუ ქცევის მოხრუჭი, ანუ ქცევის კონტროლი აღარ შეუძლია ამ ადამიანს და ეს არის მთლიანად გატაცებული ამ ლტოლვით, რომელიც არის დომინანტური მოთხოვნილება და ეს მოთხოვნილება ფარავს ყველა სხვა ბიოლოგიურ მათ შორის მოთხოვნილებას, როგორც არის ჭამასმა, სექსუალური მოთხოვნილება, აღარ არის ლაპარაკი, ვთქვათ, მეგობრობის და ასე შემდეგ, ყველაფერი სხვა გადადის მეათე პლანზე. ძირითადი არის თამაში და არსებობს მათ შორის საკმაოდ ესეთი რანჟირება არის თამაშის პროცესზე დამოკიდებული ადამიანები, არის შედეგზე დამოკიდებული ადამიანები, არის სხვადასხვა ტიპის მოთამაშეები, რომელთაც ვთქვათ მარტო კაზინო მოწონს, ზოგს მარტო ავტომატები, ზოგს მარტო პოკერი და ასე შემდეგ. ეხლა ეს უკვე შიდა რო ჩამოვშალოთ, შიდა გემოვნების საკითხია. მაგრამ ეს არის ძალიან დიდი პრობლემა დღეს ჩვენი საზოგადოებისთვის. იმიტომ რომ არანაირად არ კონტროლირდება, მე არ ვიცი აქ რამდენად მაქვს საშუალება იმისა, რომ ვთქვა აქ, რომ ჩვენ გქონდა მცდელობა, ჩვენ კანონპროექტითაც შევედით პარლამენტში, რამოდენიმეჯერ ვიყავით კიდევაც ქუთაისში ჩავდიოდით, მათ ჩვენთან ჩემთან ერთად იყვნენ ფსიქიატრები, იყვნენ იურისტები. ჩვენ გვინდოდა ერთის ხრივ აკრძალვა და გქონდა ესე საბოლოო სრული აკრძალვა გვინდოდა, თუმცა ვიცოდით რომ ეს შეუძლებელი იყო, მაგრამ მოითხოვა ბევრი რომ მიიღოთ ცოტა. ნუ ჩვენ ვერაფერი ვერ მივიღეთ, მაგრამ ბოლოს და ბოლოს გადატანა მაინც საზღვრისპირა რეგიონებში, სადაც ძალიან ბევრს უთქვამს ჩემთვის, რომ ეს რომ იყოს თუნდაც, აი ვთქვათ რაღაცა 30 კილომეტრზე თბილისიდან. მე იქ ვერ წავიდოდი. კი ბატონო, კანონპროექტთან დაკავშირებით ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ. აქვე კიდევ ერთი შეკითხვით მინდა მოგმართოთ. ზოგადად სპეციალისტებისადმი მიმართვიანობის მაჩვენებელი როგორია? მე მესმის რომ შესაძლოა თქვა სტატისტიკა ოფიციალური ამასთან დაკავშირებით არ არსებობდეს, თუმცა მაინც როგორია ინფორმაცია? ისე ძალიან დახურული სივრცეა საერთოდ ეს კაზინო ინდუსტრია ჩვენთან. ისინი არ გვიშვებენ, მე თემას ვაკეთებ. სპეციალისტებს თუ მომართავენ, თქვა თამაშ დამოკიდებელია და პირადად ჩემთანაც მეც მომართავენ, ძირითადად მშობლები, მეუღლეები და თვითონ ეს ადამიანებიც. ეს ადამიანი რა დროს მოდის ახლა? ეს ძირითადად მოდის მაშინ, როდესაც მას სხვა გზა აღარ აქვს. ანუ პირობითად რო ვთქვათ, უკვე მთლიანად მუცელზე ეწევს და არანაირი შანსი არ აქვს. მის სატელეფონო ზარს არავინ პასუხობს, მას კარს არავინ უღებს, უკვე ყველა რესურსი ამოწურა. და ბოლო ახსენდებათ ოჯახი, ხო? ოჯახი ხშირ შემთხვევაში ძალიან გვიან იგებს ამას და ოჯახის წევრები იძულებულები არიან, ნუ იქ გაყიდონ თუ რა ვიცინები ვალები აიღონ და გაისტუმრონ იმ პირობით, რომ მან უნდა იაროს სადღაც ამ ფსიქოლოგთან, ამ ფსიქიატრთან და ეს რასაკვირველია ამ პირობაზე მოდის. უმეტეს შემთხვევაში ეს არის ხოლმე სწორედ ეს გარიგება მშობლებსა და ამ პიროვნებას შორის. იშვიათად რომ თვითონ მას უნდოდეს, იმიტომ რომ პიროვნების ჩამოშლა იწყება. ეს ძალიან სერიოზული დაავადებაა და ამის ესე ხელაღებით ყურება და ესეთი მარტივად დამოკიდებულება ნამდვილად არ შეიძლება. კი ბატონო, მერი კალბატონი მარინე საუბრობდა იმაზე, რომ კანონპროექტის მომზადება სურდა და ამაზე ჩვენ ცოტა მოგვიანებით გვპირდებით, რომ ნამდვილად ვისაუბრებთ და სრულად აკრძალვა ამ კანონპროექტის მიმართებაში. საინტერესოა, როგორ ფიქრობ, რამდენად სწორი იქნება აზარტული თამაშების მთლიანად სრულად აკრძალვა იმის გათვალისწინებით, თუნდაც რომ ის მჭიდროდ არის დაკავშირებული იგივე ტურიზმთან. დიახ, მე ვფიქრობ, რომ სწორი იქნება ვისაუბროთ მავნეზე გავლენაზე, არასრულწლოვნების დაცვაზე. ანუ იმ ადამიანების დაცვაზე, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ეს, ვის მიმართ ვისი დაცვა სახელმწიფო საკისრია, როგორც პასუხისმგებლობა. ამ დროს არ უნდა იყოს საუბარი სრულ აკრძალვაზე, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ბიზნესის სახე, ეს არის შემოსავლის წყარო, ეს არის განვითარებისთვის აუცილებელი. ანუ ნუ ვისაუბრებთ ბიზნესზე და მის, ასე ვთქვათ, ჩარჩოებში მოქცევაზე. ვისაუბროთ იმაზე, რომ მოქალაქეებს არასრულწლოვნებს განსაკუთრებით აქვთ პრობლემები ამის გამო. ისინი ბავშვობიდან ეჩვევიან აზარტულ თამაშებს. ეს იგივე შეჩვევა, როგორც უკვე აღინიშნა, თქვათ შეიძლება უარესი შედეგებიც ჰქონდეს, როგორც თქვათ ნარკომანიას. ჩვენ ხომ ვიცავთ მათ ნარკომანიისგან, არა? იგივენაირად უნდა იყვნენ ისინი დაცულები. ეხლა ორი სიტყვით მინდა კიდევ თქვა, რომ ძირითადად ოჯახებზე, როდესაც ვსაუბრობთ და ბავშვებზე, ყოველთვის პირველი ვინც გვხვდება არის მშობელი. ანუ მშობელს მოეთხოვება
ესე რო გადავხედე საერთაშორისო პრაქტიკასაც, ძირითადად მშობლებს აქვს სხვადასხვა ბერკეტები, პროგრამები, ონლაინ პროგრამები, რომლებითაც ახერხებენ, რომ გააკონტროლონ თავიანთი შვილების ონლაინ სივრცე და დაიცვან ისინი იმ რაღაცა მავნე პროდუქტებისგან, რომელსაც შეიძლება ბავშვი ეზიაროს ინტერნეტის საშუალებით, იმიტომ რომ ბავშვს ხომ ვერ აუგრძელოთ მთლიანად ინტერნეტთან მიყარებას, ეს ხომ არის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი წყარო ამ წუთას და უამრავი ინფორმაციის მოპოვება შეიძლება მისი მეშვეობით. მაგრამ მშობლები ჯერ ერთი პრობლემა არის ის, რომ კარგად არც იცნობენ ამ პრობლემას, ანუ მანამ არ წააწყდებიან, მანამ ბოლომდე არ ამოყოფენ თავს აი ამ საშინელებაში, მანამდე არც იციან რა რისკების წინაშე შეიძლება იდგას მათი შვილები, იდგნენ მათი შვილები. მეორე არის, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ინტერნეტ კაფეები, რომლებშიც ძალიან მარტივად ბავშვები შედიან და ხმარობენ მას როგორც თვითონ მოუნდება და ეს სრულად არ კონტროლდება. ეს არის ყოველად გაუკონტროლებელი სფერო და ინტერნეტ კაფეებს კიდევ ახასიათებთ ერთი განსაკუთრებულობა. ისინი ყველაზე მეტად მოხმარებადია მოწყვლადი ჯგუფის ბავშვებისგან, ანუ რისკის კატეგორიის ბავშვებისგან, რომლებსაც ისედაც მოკლებულნი არიან, თქვათ, ყურადღებას, არიან განსაკუთრებული, ან შეიძლება კონდეთ რაღაცა, თქვათ, ცხოვრობენ და მუშაობენ ქუჩაში. ანუ ის ბავშვები, რომლებიც ისედაც უკვე ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დგანან და კიდე ზევიდან ეს ემატება, ანუ ეს დამოკიდებულება. იმიტომ რომ თქვათ, ალკოგოლი უკვე საკმაოდ, ანუ თავიდან, როდესაც ეს კანონპროექტი არსებობდა, არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან დაცვის შესახებ კანონი, თავიდან არ იყო ესეთი კონტროლებადი, მაგრამ სხვა სფეროებში გაკონტროლდა. თუ სწორად გაიროდეს ნარკომანიას ვადარებთ, თქვათ, ხო, თამაშ დამოკიდებულებას, სახელმწიფო იგივე ამ შემთხვევაში ებრძვის ნარკორეალიზატორებს და ნუ სრულად აკრძალულია, ხო, როგორც რეალიზება ეს მოხმარება. აი ამ შემთხვევაში, როდესაც ვამბობთ, რომ კი ეს გასაგებია, აი ამას ვადარებთ, მაგრამ ამავდროულად ჩვენ იგივე თქვათ, ბიზნესის თავისუფლებაზე ვსაუბრობთ, რომ არ შეიძლება კაზინოებზე თქვათ, სათამაშო ობიექტების დახურვა და გაუქმება და ეს შემდეგ. საინტერესოა აი ამავდროულად რომ კითხოთ, რას მოიტანს ზოგადად თქვათ ეკონომიკას დააზიანებს, რა მოხდება თუ აი კრძალება სრულად კაზინოებზე, როდესაც თუ გავმიჯნოთ უკაცრავად არასრულწლოვნებს შეეზღუდოთ და უკვე სრულწლოვნებს ისიც როგორ არის კანონით ისიც შეეზღუდული აქვს არასრულწლოვნებს კაზინოებში თუმცა ქმედითი არ არის მოდი შევხედოთ და არა კანონი ამ შემთხვევაში ქმედითია გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ონლაინ არსებული თამაშები და არსებული კაზინოები, რომლებიც არსებობს რეალურ სივრცეში. ისინი არასოდეს არ შეუშვებენ და ეს ძალიან მკაცრად კონტროლდება, მე რამდენადაც ვიცი. ეს არ კონტროლდებოდა წლების წინ, მაგრამ სულ უფრო და უფრო ძლიერად ხდება ამისი კონტროლი. ამის კონტროლი შესაძლებელია. რამდენად შემცერცნო, მაგრამ აპარატებთან დაკავშირებითაც იგივენაირად, ანუ კანონში პირდაპირ არის მითითება და ამაზე ან არის სამოქალაქო, ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ პირებს, ვინც არასრულწლოვნებს შეუშვებენ. ამის მონიტორინგით მეტნაკლებად ხორციელდება. მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ ინტერნეტ სივრცეზე და თვითონ უკვე ახსენა, რომ ძალიან ბევრმა ქვეყანამ ეს უკვე თუ თქვათ ჩვენ არ ვიცით როგორ მოვიცეთ, ფაქტია და ცხადია, რომ ბევრმა ქვეყანამ ეს უკვე გაიარა და ძალიან მარტივი გადაწყვეტილება მიიღო. ეს გადაწყვეტილებები აუცილებლად უნდა იყოს მიღებული ბავშვთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ანუ არასრულწლოვანი ქალბატონი მარინა ბოდიში თქო აუცილებლად მოგწევთ სიტყვას, თუ თამაშ დამოკიდებულება არის ზოგადად ფსიქოლოგიური პრობლემა და ამაზე რა თქმა უნდა ვთანხმდებით საკანონმდებლო აკრძალვების გარდა კიდევ რა ღონისძიებების გატარება არის, თქვათ ამ შემთხვევაში ამ პრობლემის გადასაჭირებლად მიზანშეწონილი. ეს ძალიან საჭირო თუ კითხვა, უბრალოდ მინდა შევეხმიანო. იცით თქვენ როდესაც საუბრობთ, რომ კი ეს ბიზნესია გეთანხმებით, მაგრამ მას ახლა ნარკორეალიზაციაც ბიზნესია და იარაღის გაყიდვაც ბიზნესია და ესეც მე მართლა ვადარებ ამას და ვადარებ ზიანის მიხედვით, რამხელა ზიანი შეუძლია მოუტანოს, იმიტომ რომ თუ კი ჩვენ მეზობელ ქვეყნებში, რომლებსაც ყველგან აკრძალულია დაწყებული რუსეთიდან, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, ისრაელი და აქ მოდიან ჩარტერული რეისებით რომ ითამაშონ. ხო შესაძლებელია რომ იყოს აკრძალული ადგილობრივებისთვის თუნდაც. ჩვენ გვქონდა იცით რა შეტანილი რომ ცენზი, ესე იგი, ასაკობრივი ცენზი გვინდოდა და ეს 25 წელი ვთქვით, რატომ? იმიტომ რომ 18 წლის ბავშვი, ისიც ჯერ კიდევ ბავშვია, მას არ აქვს საკუთარი შემოსავალი. 25 წლის მაინც რომ თუნდაც მუშაობდეს. გასაგებია რომ 21 წლამდე, მაგრამ ჩვენ გვქონდა ეს და კიდევ რაღაც ისეთი ხელფასის მაჩვენებელი, რომ მას ჰქონდეს თამაშის უფლება. კანონპროექტთან დაკავშირებით მინდა კითხოთ ამ შემთხვევაში სამინისტრო ძალიან ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი. რამდენადაც ჩემს არის ცნობილი, მთავრობამ უკვე მოამზადა კანონპროექტი ამ სფეროს რეგულირების შესახებ. თუ იცნობთ ზოგადად მის შინაარსს? შინაგან საქმეთა სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივა არის ესეთი, რომლის განხილვაც მარტის ბოლოდან დაიწყება, რომ ინიციატივა გულისხმობს ინტერნეტ თამაშების სრულ აკრძალვას. ანუ შინაგან საქმეთა სამინისტრო როგორც ინფორმაციას ავრცელებს, მათ გააკეთეს ჩაატარეს გამოკითხვა, ღია გამოკითხვა არასრულწლოვნებში და აღმოჩნდა, რომ 70% არასრულწლოვნებისა იმ სამიზნე ჯგუფებში, რომლებიც მათ გამოიკითხეს, ჩართული არის აზარტულ თამაშებში
თამაშებში, ონლაინ ინტერნეტ თამაშებში და მათ აღნიშნეს, რომ ეს ციფრი შეიძლება იყოს კიდევ უფრო დიდი, ვინაიდან გამოკითხვა იყო ღია და შეიძლებოდა ვინმეს თავი შეეკავებინა გულახდილი პასუხისგან. რაც ახასიათებს ესეთ გამოკითხვას და მინდა გამოვეხმაურო ასაკობრივ აკრძალვას პატარ-პატარა სლოტ კლუბებში მაინც ხდებიან არასრულწლოვნები და მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება მათი შემოწმება, მათი ასაკის თუ დაუშვათ წარმომადგენელს ან დაცვას სლოტ კლუბისას გაუჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხომ არ არის ეს უფრო ნაკლები ასაკის ვიდრე გამოიყურება. თორე ხდებიან პატარ-პატარა სლოტ კლუბებში ამ ასაკის არასრულწლოვნებიც ნამდვილად ხდებიან. ესეთი მონიტორინგის მექანიზმი გასაძლიერებელია. მე ამას არ ვამბობ, რომ მონიტორინგი უნდა შესუსტდეს, ან უკვე საკმარის დონეზე ვართ მისულები. მონიტორინგი აუცილებლად უნდა გაძლიერდეს, საერთოდ როდესაც კანონებზე ვსაუბრობთ, მის ახსრულების მექანიზმებზე უფრო საინტერესოა ხოლმე საუბარი. იმიტომ რომ ახსრულების მექანიზმებში ვხვდებით ხოლმე კანონს რო კითხულობ, ყველაფერი გადასარევად არის გაწერილი კანონში, მაგრამ ახსრულების მექანიზმებზე როცა მიდგება საქმე, მანდ ვაწყდებით უკვე პრობლემას. ინგლისში არის კლუბები, სადაც ადამიანს შეუძლია შევიდეს და ითამაშოს, ის არის დამთავრდა. ძალიან დიდი მადლობა სამწუხაროდ ჩვენთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა. და ბოლოს გემბლინგი, გეოფსიქოლოგიური ნარკოტიკი, მოკლედ, რაც არ უნდა დავარქოთ 21 საუკუნის ერთ-ერთი სცენი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ფაქტია, რომ ამ დრომდე პრობლემად რჩება. სათამაშო ბიზნესს ბევრ ქვეყანაში კანონი არეგულირებს, რამდენად ქმედით იქნება კანონი საქართველოს შემთხვევაში, ამას უკვე დრო გვიჩვენებს. ეს 20-30-ია დისკუსიაში მონაწილეობდნენ ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა, ბავშვთა უფლებების სპეციალისტი მერი მაღლაფერიძე და იურისტი 20-30-ის წევრი თიკონი ბლოშვილი. მე მაკაცინცაძე ვარ, მშვიდ ღამეს გისურვებთ დროებით.